ეს პროცესები საერთოდ შეძრაშილი და ის ყოველ წლის წინ ის მიკროფონები ხო შეიძლება? ეს მიკროფონები არის მხოლოდ იმისთვის, რომ კომისიოში დაფიქსირდეს ეს არის გამაძლიერებელი. ანუ ორი წლის წინ როდესაც დაიწყო ეს პროცესი, ჯერ კიდევ მაშინ რაღაც გარკვეული დემოკრატიის შირმა მქონდა ჩვენ ხალხმა შენარჩუნებული. და მე მაშინვე დავიწყე იმაზე საუბარი, თუ რა მიზეზით დაიწყო ეს დევნილობა ჩემს წინააღმდეგ. რეალური მიზეზი ამდენი სულ არის საკმაოდ პოლიტიკური და პირადი შურისძიება. პირადი შურისძიება და იქიდან გამომდინარე, რომ მე უარი ვთქვი იმ დროს, იმ დასაწყის დროს ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და იმ ანტიდასავლურ ქმედებებზე, რომელისთვისაც დღეს უკვე მთელი ჩვენი მთავრობა, ძალიან ბევრი თქვენი კოლეგა და ძალიან ბევრი ამ პატრიციული პროკურორის კოლეგა არის დასაცილებული. დღეს უკვე აღარც ერთი საერთაშორისო ინსტიტუტისთვის, აღარც ერთი საქართველოში არსებული დამოუკიდებელი ინსტიტუტისთვის სამწუხაროდ სასამართლოს დობა არის ძალიან დაბალ დონეზე. მე პირადად ნული მაქვს მთელი საქართველოს მარსაჯულების სისტემის დობა. თქვენი პირადი დიდი პატრიოტიზმის მიუხედავად, ეხლა ავხსნი რატომ? ხო? არ დარჩა არც ერთი ინსტიტუტი მართლა, რომელმაც არ შეაფასა ეს შეკერილის საქმე, რომელშიც არ არის არც ერთი მტკიცებული, არც ერთი პირდაპირ მტკიცებულება გარდა ივანიშვილის პირადი შრომისა. არც ერთი პირდაპირ მტკიცებულება ჩემს წინააღმდეგ ამ საქმეში არ არის. შესაბამისად, ეს გასამართლება სრულად პოლიტიკური და შეკვეთილი სამართლის ცხადი მაგალითი არის. ამას დაემატა, როდესაც მე მართლა არ დამიტოვებია საქართველოს ამდენი ორი წლის მანძილზე თითქმის. ხოლო მაშინ გავხდი იძულებული, როცა პირდაპირ მომივიდა ინფორმაცია, რომ ციხეში შენს წამებას აპირებდნო. დაგჭრილიყავ ციხეში, რომ პირდაპირ იმერიშობა მას ეთქვა. ზუსტად ამ სიტუაციაზე გადავწყვიტე მე ქვეყნის დატოვება და მომიწია დატოვება. და რა მოხდა ამის შემდეგ? თვალეზე თავზე მეშო ჩამოფარებული ორი დღე მატარეს აბუ-დაბიში და დუბაიში, არანაირი ადვოკატის, არანაირი მოსამართლის და არანაირი პროკურორის შეხვედრის უფლების გარეშე და პირდაპირ ძალით შემატიეს თვითმფრინავზე, აიზენა თვითმფრინავზე, სადაც დახვდა ანრი ოხანაშვილი და კიდევ რამოდენიმე მაღალ ჩინოსანი. ყველანაირი კანონის გარკვევით. მე დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ, მოტაცებულ, მე პატიმარი არ ვარ, თქვენ მინდა რომ იცოდეთ, ყველანაირი საერთაშორისო კანონმდებლობით. ასე არის. ვითომ რომ მიპოვეს თეთრი მაიკი და თეთრი ფეხსაცმელი, სადღაც დინარე გადმოცურული, ეს არის სიცრუე. და ამაზე მე გამოძიების დაწყება ამ მოტაცებაზე ვითხოვე ჯერ კიდევ 29 მაისს, როდესაც ჩემი სასამართლო სდომა იყო სხვა საქმეზე. და არც ერთი ადამიანი არ დაკითხულა, არც მე არ დავკითხულა, არანაირი არ ჩანაწერი ამოღებულა, არც დაზარალებულა დასწრება, არანაირი პროცედურა არ გაუტარებია. და შემდგომ უკვე, როცა ჩაომიყვანეს ტყვეობაში, მომიწვეს წამება. თერთმეტ ივნისს. გამოიძიეთ მე რო არის ეს მაგარმა მიეცემა შესაძლებელი შეფასება ამას იმიტომ რომ სამართლებრივად რადგან სამართლის სისტემაში და ორგანიზაციას მოიხდა ის საკითხები რაც ჩავდებოდი საუბრობს სხვა აბსოლუტურად ფასილიტაში გასაგებია ისე გაუგზავნეს ამ საქმის არსებობის გარემოებებს რომელიც ბუნებრივია ჯობდება თავისუფალი არის თავისი უბრალოდ ის გარემოებები ძირის საკითხი არის და უბრალოდ სამართლებრივად არ არის სწორი რომ ჯობდეს უბრალოდ ისინი დავწეროთ რეაგირება ექნება რეაგირება აქვს გამოძიებას რაც ნამდვილად მიმდინარეობს ორივე მიმართულებით როდესაც ის მოხდება ეს პროკურორის პოზიცია იყო უბრალოდ თქვენ მხარდამჭერები შეგვიძლია
შემდგომ წავება, რომელიც 11 ივლისს საგულდაგულოდ ჩაუმოყარეს და აფიენცეს. ქსნის საპრობილიდან საგულდაგულოდ ჩამოიყვანეს ჯალათი, პირდაპირ გაიგო არის კამერის კარი, დამიწყო გინება, ცემა, შუშით დამუქრება, გამიტეხა თავი, ხელი გამიჭრა და მრავალი კიდე სხვა დაზიანებაა მიღებული. არც კამერები არ წარმოუდგენია ჩვენთვის არავის ჯერჯერობით და არც დაზარალებლად არ მაღიარეს. ამ ვაჟბატონის, რომელიც ეხა საუბრობს, ვაჟბატონის სულ სხვა არა. ბატონო, ამ ბატონის ზუსტად კოლეგები, რომლებიც არანაირ ცნობას არ აძლევენ ამ საქმეს. ერთი არის რომ ვითომ დაიწყეს გამოძიება, მაგრამ უნდა კამერა ამოიღო, უნდა დაზარალებულად ვთქვა, ვინ არის დაზარალებული აბა. მაშინ მე თუ თავგადახილი არ გამოვიყვანეს. როდესაც ჭირდებოდა კამერების ამონაღები, საზღვრიდან იქნებოდა თუ საიდან იქნებოდა, რამოდენიმე საათში გამოაქვეყნეს. და ჩვენ დღეს მითვისების საქმეს კი არ ვიხილავთ, ჩვენ ვიხილავთ გამოძალვის საქმეს, ჩვენ ვიხილავთ ჩემი დატყვევების საქმეს და ჩემი წამების საქმეს. გამოძალვასთან, იმასთან, მითვისებასთან არაფერი არ აქვს საერთო ამ საქმეს. შემდგომ, როდესაც ამას ვამბობდი, რომ მთავრობა ატრიალებდა ამ ყველაფერს ევროპისკენ, ზუსტად 2 წელიც არ გასულა, თვეები გავიდა და გამოჩნდა ეს ყველაფერი. დაასანქცირეს ყველა, ამის ორივე უფროსი, ამ ბატონის ორივე უფროსი დაასანქცირეს. ამ სასამართლოს ხელმძღვანელები დაატყულა უბრალოდ თუ არ დაასანქცირეს, თუ გლობალური ომის პარტია ეკუთვნის ყველას. შემდეგ არაერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა, არაერთმა საერთაშორისო იურისპრუდენციამ, მათ შორის ამიკოსი წარმოადგინა. პირდაპირ თქვა, რომ ამ საქმეს სამართალთან არაფერი არ ქონია და თქვენ თუ ჩახედილი გა, პირდაპირ მტკიცებულება არც ერთი არ არის. რეალურად ეს არის პოლიტიკურად შეკვეცილი, განხორციელებული პირადი შურისძიება. კლასიკური მაგალითი. თქვენ ჩემზე ასაკოვანი გზადებით ალბათ და კარგად გახსოვს მხედრიონის დრო. დღევანდელი სისტემა ამ ბატონის უწყების თამადობით და სამწუხაროდ თქვენი სხვა კოლეგების თამადობით. ზუსტად 21 საუკუნის საქართველოს მხედრიონი არის და ვარ მეფეს გატაცებული, დამწყდეული ნაწამები მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს და წამებამდე 2 დღით ადრე ზუსტად ციხის უფროსმა შემიყვანა კაბინეტში და მითხრა ივანიშვილს გაუხსენია ყველა შენი საფულეები თქო, თორე ხო იცი რანაირი ხალხის ციხეშია. ეხლა ისევ გადავალ საქმესთან დაკავშირებით, რატომ არ არის ამ საქმეში არანაირი ლოგიკა. საქმის დაწყებამდე ვითომ დანაშაულის ჩაწერიდან საქმის დაწყებამდე გავიდა 7 წელი. ესე იგი ადამიანს მილიარდი თურმე მოპარეს და 7 წელი არ იცოდა მენდობოდა. და შემდგომ ამ საქმეს რო იწყებს 7 წლის მერე, ვერც ერთი უტყუარი მტკიცებულებით ამას ვერ ამყარებს. ვერც ერთი, გარდა თავისი და თავის თანამშრომლების ჩვენებებისა. უკვე აღარ ვილაპარაკებ, რომ საიას გამჭვირვალობის საქართველოს მიერ ცალკე ჩატარდა შესწავლები და სამართალთან საერთო არაფერი არ უნახეთ ამ საქმესთან. სტომები, რა თქმა უნდა, დახურულ რეჟიმში იმართებოდა და ისეთ დახურულ რეჟიმში, რომელიც აწყვეტდა მხოლოდ და მხოლოდ პირადად ივანიშვილს და ეს ცხადი არის სასამართლო წამართოს საბოლოო სიტყვის უფლება. მე ქვეყანასაც დავასახელებდი და ყველაფერს დავასახელებდი. მე არავინ არ მკითხა, რომ ქვეყანას თუ არ დაასახელებ, არ მოქცევ სიტყვის უფლებას. მაგრამ სასამართლომ არ აინტერესებდა არც ჩემი პოზიცია, არც ჩემი სიტყვა. სასამართლოს უკვე დღეებით და კვირეებით ადრე ქონდა დაწერილი ის განაჩენი და თუ შეხედავთ თვითონ ივანიშვილის ვითომ წარმომადგენელი ადვოკატის, რომელსაც არც აქ ადვოკატის ლიცენზია, გაზეთში ვრცელ გამოქვეყნებულ ინტერვიუს და თუ შეადარებთ განაჩენს, პირდაპირ ექსილში წერია. თუ გაქვთ მაგის ინტერესი. და ამ საქმეში, რაცაც კი ივანიშვილი ამბობს, ეგ რომ სიმართლესთან ოდნავ მაინც ახლოს ყოფილიყო, საუკეთესო შემთხვევაში ეს საქმე იქნებოდა სამოქალაქო საქმე. ივანიშვილი მედავება რომ იყო ვითომ ინვესტორი და ინვესტორებს შორის საქმეს არ იხილავს სისხლის სამართლის საქმე. და შესაბამისად შემდგომ ესე ჩემი გადაცემის ამბავში იყო ჩართული არა მხოლოდ რაღაცა გარკვეული ჩtildeონის კულტურები, არამედ სუსი, რომელიც დავასახელე და აიზენა ბორძე, რომელსაც ჩემი ნების წინააღმდეგ ჩამტენეს და
წავიყვანეს თუმცა ჩამოწმო. ციხეში მოხვედრიდან უკვე გარკვეული დროის შემდეგ, ზუსტად ჩემ წამებამდე კვირანახევრით ადრე. მე გამიწვიდეს ყველანაირი კავშირის უფლება გარე სამყაროსთან. ანუ ჩემ ადვოკატთან გარეკოს უფლება არ მაქვს. თითქოს და მოწმეებზე ზეწოლა რო არ მოვახდინო. ანუ 2 წელი მანამდე გარეთ როდესაც ვიყავი, მაშინ შემეძლო მოწმეებზე ზემოქმედების უფლება, მაგრამ არანაირი კიცებულება და ვერცვენანაირს ვეზინ ვერ იპოვებდნენ, რომ მეცადა მაინც ვინმეზე ზემოქმედება, მაგრამ მაინც მოსახერხებლად ჩამიკეტეს გარეთწვდომა, ადვოკატთანაც გარეკოს უფლება ამიგზავნეს, რატომ? იმიტომ როცა შემოიყვანეს ის ნაძირალად ჩემს საწამებლად, რომ ვერ დამერედა და 63 საათი არ უშვებდნენ ადვოკატს შემთან. ის კი არა სახალხო დამცველთანაც არ მარეკიდებდნენ. აი მაგაში ესაა. საავადმყოფოში რომ წამიყვანეს, იმ საავადმყოფოში რომ ჰოსპიტალიზება არ მოეხდინათ, რომ ვითომ ჩემი სიმპტომები არ ენახათ. ჩემი სიმპტომები ამოიღეს ინფორმაციიდან, მე რასაც ვამბობდი ის არ ჩაუწევიათ და საავადმყოფოდან ხელფერში ხელი არის ამიყვანეს პირდაპირ უარს ვამბობდი წამოსვლაზე და წამომათლიეს უკან ციხეში. ამ წამებას დაამატეს არაადამიანური მომხრობა. და ეს ბატონი ამბობს, რომ თურმე ეს არ აქვს საქმესთან ეს კავშირი. როგორ არ აქვს კავშირი? თქვენ თვითონ ამ სკამზე როცა აღმოჩნდებით, მე ისაუბრეთ და მე გაიგინეთ მასე სხვა ადამიანების კი ბატონო, იგივე ამ სასამართლოსთან დაკავშირებით. 24 ივნისს რომ ჩანიშნეთ ეს სასამართლო და ყველანი რომ მოგამზადეთ და მე რომ გადავიდეთ და მე 2 დღით ადრე რომ სასწრაფოდ დაგვაფრთხილეთ ისე რომ ჩემი ადვოკატი საზოგადოებრივ იმყოფებოდა და ჩამოსვლა მოუწია და ვერც კი შეხვდა ესე მოუწია აკუზა რა ის იყო ამისათვის ანუ ესე ეს საერთოდ დაუგებარი იყო მოგვეცით დრო რომ ჩვეულებრივ მოემზადოთ პროცესისთვის და ადამიანები თბილისში იყოს ხო უკვე ამ სასამართლოსთან და ზოგადად მინდა გითხრათ რომ არც ერთ ეტაპზე ჩემს მიმართ სამართალი არ განხორციელებულა ბატონმა კარგად ახსენა რომ ევროპული სასამართლოს ის არის რომ ერთ-ერთი გადაწყვეტილება რომ სასამართლო სამართლის პროცესიც უნდა მიმდინარეობდეს და სამართალიც უნდა იქცეულდეს. ჩემს შემთხვევაში არც ერთი არ არის მიღწეული. მიდის პირდაპირ გამოძალვა და ესენი არიან გამომძალველი მხედრიონელის პირდაპირ წარმომადგენლები. ძალიან დიდი თხოვნა მექნება თქვენთან. ნუ გახდებით ამ გამომძალველი, ამ დანაშაულებრივი მანქანის იარაღი ხელში. რომ კიდევ ერთხელ ვამბობ და მეც უკვე დანარჩენ საქმესთან დაკავშირებით ვისაუბრებ, როდესაც ის იქნება. თუკი მოგწონთ ვთქვამთ. მაძლევთ მე დაკითხვის უფლებას თუ რაღაცები არის რაც იქ უნდა ვთქვა და თუ არ მაძლევთ უფლებას შესაბამისად ეხლა მომიწევს. იო, თქვენ წევანად გაგიმართეთ, თქვენ გავხსნით რომ არა საქმესთან დაკავშირებით მე როგორც გითხარით, შუამდგომარეობთან ერთად წერილობრივი როლი ესეთი ქონდა წარმოდგენიდან მაქვს თორე. ეს კი მაგრამ ძალიან წერა. კი, შუამდგომარეობები. კი, ვაბენებ და გიორგი. ვინაიდან მისი მონაწილეობის გარეშე იქნა განხილული ფაქტობრივად დაუსრულებელი განაჩენის რეჟიმი ვრცელდება და მითითებულიც არის განაჩენში და შესაბამისად მისი როგორც ასე ვთქვათ, დაკითხვა არ მომხდარა, კერძოდ ბრალდების მხარეს მითითებულიც ყავდა თავის გამოკვლევის საკითხის ასიაში, მაგრამ თავის ეტაპზე არ უსარგებლია ამ უფლებით და ჩვენ ფიზიკურად ვერ მოვახერხეთ დისტანციურად არ მოგვეცა უფლება და შესაბამისად სურს რომ მისცეს მაჩვენება, თავადაც სურს რომ მიაწოდოს სასამართლოს ინფორმაციას. ანუ ითხოვთ კი ბატონო, ითხოვთ დაგითხოვთ. ცოტაში დახმარება. დიახ, მოგახსენეთ რა განათლება ისტორია გამარჯვება. თქვა ის ასევე პროცესი შესაძლებლობა და მათ შორის ფაქტის ისტორიის
სამყაროში. მას ნამდვილად ჰქონდა. ეს არის პრეისტორია რეალია. აქედან გამომდინარე, თუ ეხლა ეს ის მოცემულობით სასამართლოს გარკვეულში შესაძლებლობას გადაწყვეტოს სასამართლომ ეს პრეისტორია შესაძლებლობა უნდა არსებობს. ერთი წამის რომ მივიდე შეიძლება სანამ თათბირავთ